არსებობს ადგილები, სადაც დრო გაჩერდა, ბუნება და ტექნოლოგია ერთმანეთს ვერ ერწყმიან. დღეს მოგიყვებით ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო და აკრძალულ ზონაზე, ნომერი 3, ფუკუშიმაზე. 2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მოხდა 9 ბალიანი მიწისძვრა, რასაც მოჰყვა ცუნამი. ამ ბუნებრივმა კატასტროფამ გაანადგურა ფუკუშიმას ბირთვული სადგური და რადიაციული გაჩვენა დაიწყო. მოწამლული ჰაერი, დაბინძურებული წყალი და ბირთვული რეაქტორების აფეთქება. ეს იყო მომენტი, როცა ათასობით ადამიანი იძულებული გახდა გაქცეულიყო იმ ადგილიდან. დღეს ფუკუშიმას გარშემო 20 კილომეტრიან რადიუსში აკრძალულია შესვლა. აქ ყველაფერი მიტოვებულია. სახლები, სკოლები, მაღაზიები. ქუჩებში ჯერ კიდევ ყრია 2011 წლის ნივთები. თითქოს დრო გაჩერდა. ამბობენ, ვინც ამ ზონაში შედის, გრძნობს გაურკვეველ შფოთვას, უჩვეულო ხმებსა და თითქოს ვიღაცა აკვირდება მათ. რადიაცია კვლავ არსებობს ნიადაგში, წყალში და შენობაში. ეს ადგილი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ადგილად მიიჩნევა დედამიწაზე. მიუხედავად იმისა, ზოგიერთი ჟურნალისტი და მკვლევარი მაინც შედის შიგნით, სპეციალური ფორმითა და მოწყობილობით. ფუკუშიმა მხოლოდ ტრაგედია არ არის, ის არის მტკიცებულება იმისა, თუ რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ადამიანის დაუდევრობას ტექნოლოგიასთან მიმართებაში.